ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში ხმაურიას დიკი დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას კომპენსაციების არასწორად დაანგარიშებაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ზარალის შემსწავლელმა კომისიამ მათი ზარალი ნაწილობრივ აღწერა. სოფელ აფენში 200-მდე ადამიანია შეკრებილი, რომლებმაც ლაგოდეხი გურჯაანი თბილისის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომ აფენში ჩავიდეს. მათი თქმით, რეგიონში ხელისუფლების მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებიც უნდა ჩავიდნენ და დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს კომპენსაციების დარიგება. მათი თქმით, კომპენსაციებს არასწორად ანაწილებენ. არასწორად მოხდა ყველაფერი. ისევ ნაციონალებს მისცეს ხალხო, ისევ ნაციონალებს მისცეს და მე მაგის გულიზე გამომნაწყეს. ამათმა შეავიწროვეს ხალხი, არ დაუწერეს მიწები ერთი ჩანეკის მეტი და რაც ერთ ჩანეკში ქონდა, არც ის არ დაუწერეს, არც კაკალი, არც ხილი და არაფერი. დაწერეს მარტო წიწაკა ბადრიჟნები, რომელიც შეგვიფასეს 10 ხანი. ჩვენ რაც გავაკეთეთ და ჩამოყალიბდით ეს კომისია, რასაც თვითონ გვეუბნებოდნენ, ხომ? ეს იყო სამართლიანი, ამათი დავალებით ხო სამართლიანი, მაგრამ მე ვადასტურებ იმას, რომ ეს იყო არაკანონიერი, ეს იყო არასამართლიანი. თქვენ თვით რომ საკრებულომ შეგვიყვანეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიყვანეს ამათმა შეცდომაში.